ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ადამიანები წლების განმავლობაში 3 სართულის წყლის დენისა და გაზის გარეშე ცხოვრობენ. მშენებლობის დასრულება 72 ოჯახს ჯერ ზურაბ ჭიაბერაშვილის შემდეგი გიგი უგულავა პირდებოდა, თუმცა დაპირებად რჩება. სადგაქრა კორპუსის დასრულებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი. ამის გარკვევას თავად მოსახლეობა ითხოვს. ნახევრად დაშენებულ კორპუსს, რომელიც ნუცუბიძის ფერდობის მეოთხე მიკრორაიონში მდებარეობს, 72 ოჯახი უკვე 20 წელიწადია უიმედოდ ელოდება. 35 კორპუსის დაუსრულებელ შენობაში ამ დროისათვის 18 ოჯახს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევს ცხოვრება. 54 ოჯახი იმის გამო, რომ კორპუსს ელექტროენერგია, გაზი და წყალი არ აქვს, ერთ-ერთ სადარბაზოს კი 3 სართული აკლია, საკუთარ ბინაში ცხოვრებას ვერ ახერხებს. 100%-იანად მოხდა თანხების დაფარვა და არ ხდება ჩვენი ვალის დაკმაყოფილება. უმეტესობა აქ მცხოვრები ოჯახები ვართ ქუჩაში, მე პირადად მეგობართან ცხოვრობ, ჩემი 2 მცირეწლოვანი ბავშვით, იმიტომ რომ საცხოვრებელი უბრალოდ არ მაქვს. სახელმწიფოს 35 კორპუსი ჯერ კიდევ 20 წლის წინ უნდა ჩაებარებინა. მშენებლობა 1991 წელს შეჩერდა. მას შემდეგ კორპუსი ასეთ მდგომარეობაშია. ბინების საფასური საშუალოდ 30.000 მანეთი 72 ოჯახმა 24 წლის წინ 1988 წელს გადაიხადა. 30.000 მანეთში თითოეულ ოჯახს გარემონტებული ბინა, სარდაფი და ავტოფარეხი უნდა გადასცემოდა. ოფიციალური პასუხი არაფერი არ არის. დღეს ხვალ ბიუჯეტში ჩავსო, დღეს არჩევნები რო იყო, გვითხრეს რომ კომუნიკაციებს გავაკეთებთ და კომუნიკაციების მაგრად ეს პანჭატური ააშენეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ კორპუსის დასრულების შესახებ დაპირება მოსახლეობამ 2004 წელს თბილისის მაშინდელი მერის ზურაბ ჭიაბერაშვილისაგან მიიღო, რომელიც გასულ კვირას 15 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა. თბილისის 2005 წლის ბიუჯეტში 35 კორპუსის მშენებლობის დასრულებისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო. თუმცა იმავე წელს ზურაბ ჭიაბერაშვილი გიგი უგულავამ შეცვალა და საკრებულომ სრულად მოულოდნელად ეს გადაწყვეტილება გააუქმა. მერი შეიცვალა ამ დროს და მერმა სხვა მიმართულებით წაიღო ეს თანხები. ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის 35 კორპუსის მცხოვრებლები მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. 35 კორპუსის პრობლემატიკა ნაციონალური მაუწყებლების ეთერში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიდიან. ასე დროს პროსახელისუფლებო ტელევიზიების ეთერში მოსახლეობის ბრალდებებს ვაკე საბურთალოს გამგებელი დავით ბურდული ეხმაურება. აი რას ამბობდა ბურდული 2010 წლის 21 ოქტომბერს. უახლოეს მომავალში ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ყველა კომუნიკაციების რეაბილიტაციას, ყველა საკითხი, როგორც ნებისმიერი საკითხის ჩვენ მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და არანაირი პრობლემის წინაშე მარტო არ აქვს მიტოვებული. ეს განცხადება 35 კორპუსთან დაკავშირებით ვაკე საბურთალოს გამგებელმა უკვე 2012 წლის 16 იანვარს გააკეთა. მასშტაბური პროექტი, რაც არსებობს სხვა ამ კორპუსის დასრულებასთან დაკავშირებით და მთლიან რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ეს არის დროში გაწერილი ეტაპობრივად განსახორციელებელი საკითხი. 16 იანვარს 35 კორპუსის თავმჯდომარე ირინა გეგეჭკორმა ვაკე საბურთალოს რაიონის გამგებლის სახელზე წერილი ჩააბარა, სადაც ის გამგებლის განცხადების საფუძველზე კორპუსის დასრულების პროექტის მისთვის მიწოდებას ითხოვს. 2 კვირის თავზე ირინა გეგეჭკორმა გამგეობიდან ამ შინაარსის წერილი მიიღო. გაცნობებთ, რომ თბილისში ნუცუბიძის ფერდობის მეოთხე მიკრორაიონის 35 კორპუსის ანალოგიურ მდგომარეობაში არსებული კორპუსების დამთავრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მათი მდგომარეობის შესწავლა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ დამატებით გეცნობებათ წერილობით. პატივისცემით გამგებლის მოადგილე ჯონდი ბაკურაძე. იყო პროტესტი მოსახლეობის მხრიდან, გამგებელმა თქვა, რომ ეს საკითხი კაცო ხო გადაწყვეტილია, ახლა ამაზე რაღაცა ვლაპარაკობთ და დამთავრდა ამით თემა. სინამდვილეში რომ არაფერი არ ხდება, სინამდვილეში რომ არანაირი სახელმწიფო ან ადგილობრივ ბიუჯეტში ხარჯები არ არის გათვალისწინებული, სინამდვილეში რომ არანაირი კომისიას ამის შესახებ არ უმსჯელია და სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული, რომელიც იტყოდა რომ ამ რიცხვიდან ამ რიცხვამდე ეს პრობლემა ამ თანხად და ამ ბიუჯეტიდან მოგვარდესო, ეს დარჩა კადრს მიღმა. ეხლა დავრეკავ, შევუთანხმოთ გამგებელს და გადმოგირეკავ და გეტყვი პასუხი. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დაპირების მიუხედავად აღარ დაგვიკავშირდა. კვირის რეპორტაჟის გადამღებ ჯგუფს არც ვაკე საბურთალოს გამგეობის შენობასთან მიახლოების საშუალება მისცეს. ჩვენ გამგებლისგან კომენტარის მიღება გვსურდა. მათი შეკამერა
ნუცუბიძის მეოთხე პლატოს 35 კორპუსის მაცხოვრებლები მწარედ მოატყუეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც. 2010 წლის 29 აპრილს თბილისის მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რასაც 35 კორპუსის დასრულებისათვის ბიუჯეტში სათანადო თანხების გათვალისწინება უნდა მოჰყოლოდა. ამ დადგენილებას ხელს თბილისის მერი გიგი უგულავა აწერს. ამ დადგენილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. უგულავა უკვე არჩეული მერი გახდა. 35 კორპუსი კი აღარავის გახსენებია. კორპუსის თავმჯდომარე ამბობს, რომ 50-მდე წერილი, სადაც მთავრობის დადგენილების შესრულებას ითხოვდა, მერიის მხრიდან უპასუხოდ დარჩა. არც ერთი დაპირება შესრულებული არ არის. ეს იყო მერის არჩევნების დროს მხოლოდ დაპირებები, მის შემდეგ ჩაიკეტნენ კაბინეტებში. ორწლიანი პაუზის შემდეგ უკვე 2012 წლის 10 იანვარს 35 კორპუსის მაცხოვრებლები მერიიდან კიდევ ერთ წერილს იღებენ. საიდანაც იგებენ, რომ მერიამ მათი პრობლემების მოგვარების ვალდებულება მოიხსნა და კორპუსის დასრულებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ცენტრალურ მთავრობას, კონკრეტულად კი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას გადააბარა. ამ კომისიას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს. იყო პიარი კარგი კეთილი სურვილები გამოხატული ტელეეკრანებიდან, შეიქმნა კომისიაც, შეიკრიბა თავიდან ეს კომისიაც, რაღაცა დიადი გეგმები ასევე დასახეს და ხდება დარჩა მხიარული, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე საქართველოში. გაჩნდა ინსტრუმენტი გადაბრალების. იმისი რომ მოსახლეობას პინგ-პონგი ეთამაშონ. მერია გაგზავნის კომისიაში, კომისია უკან დაგაბრუნდეს მერიასთან, გეტყვის რომ შენ მადგომრივად თვითმმართველობა მოგიგვაროს და ისევ ამ ჩაკეტილ წრეში ტრიალებენ ეს ადამიანები. ნუცუბიძის ფერდობის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე 35 კორპუსის მსგავსად სახელმწიფოს მხრიდან ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებას და კორპუსის მშენებლობის დასრულებას თბილისში კიდევ 300-მდე ოჯახი ელოდება. ორი ნუცუბიძის ფერდობის მეორე მიკრორაიონში კორპუსი 1 და კორპუსი 2. ორის დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში კორპუსი 22 და კორპუსი 17. ასევე ვარკეთილის ზემო პლატო კორპუსი 19. ამ კორპუსების მშენებლობა კომუნისტურმა ხელისუფლებამ 1988 წელს დაიწყო. კოოპერატივების წევრების ბინებში შესახლება 1991 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ეს ვერ მოხერხდა. დაუსრულებელი კორპუსების პრობლემის მოგვარების ვალდებულება ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ კი ედვარდ შევარდნაძის მთავრობებმა გადაიბარეს. 2003 წლის ბოლოდან კი მემკვიდრეობით უკვე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ერგო. დაზარალებულებისთვის გაუგებარია რატომ არის პრობლემა სახელმწიფოსგან იგნორირებული და როდის დასრულდება დაუსრულებელი კორპუსების გრძელი ისტორია. გადაცემა ამით დასრულდა, ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.